სკულპტურული და ხეზე კვეთის ნიმუშები, გობელინის, თექისა და მინანქრისგან დამზადებული საიუველირო და დეკორატიული ნივთები. 50-მდე ნამუშევარი სამხატვრო სკოლის 38-მა კურსდამთავრებულმა ნიკოლოზ კანდელაკის სამხატვრო სკოლის მისაღებში გამოფინა. ნამუშევრები განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა და პედაგოგებმა შეაფასეს. სამხატვრო სკოლის ადმინისტრაციამ კი გამოფენაზე საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს სიგელები გადასცა. დღეს ჩატარდა ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლის მეორე საფეხურის გამოსაშვები ჯგუფების გამოფენა. გამოფენა მოიცავს 5 სპეციალობას. ესენი არის ხის მხატვრული დამუშავების, ქვის მხატვრული დამუშავების, ქსოვილების, ავეჯის კონსტრუირების და საიუველირო ნაწარმის. მე მაქვს წარმოდგენილი ივანე მოციქულის ტიხრული მინაქრის ხატი და ასევე მაქვს ეს არის სადიპლომო. ასევე მაქვს დანარჩენი წარმოდგენილი ნიმუშები, მაგალითად მოდელიანი ჟანა ვებუეტერნის ულუცა აი ამ სასწავლებლებს, პედაგოგებს, ხელმძღვანელობას და მოსწავლეებს ასეთ საინტერესო გამოფენას და მნიშვნელოვანია, რომ სამხატვრო სასწავლებელი არ კარგავს ტრადიციულ კულტურას და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ყველა ნამუშევარი მომეწონა თითქმის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აქცენტი ბავშვებს გაკეთებული აქვს ტიხრულ მინანქარზე, რაც ძალიან მისალოცია და მოსასალმებელი.